ევრა ცუდია. მაგრამ და მეწვენაო. ეს კაია. დღეს მე დავაგემონებ ყველაზე იაფ რამენებს. მეორენაირად სტრაფი მომზადების სუპებს. სანამ დავიწყებ არ დაგავიწოს რომ არხი გამოიწერო, ვიდეო დაალაიქო და კომენტარი დამიტოვო. ასევე გამოვყევი TikTok-ზე და Instagram-ზე. აღწერა შევი ლინკი ქვით. ეს ჩემი გული არის. მე დავიხატე. ოღონდ ხშირად რო გავიცნებს და გაიჭრიტება, მაგრამ ისე სწორია და ესე რო ვიზავ ცეკვავს. დავიწყოთ პირველი რამენის დაგემოვნება. დაგჭირდება ხმათებში, ჩანგალი, ჩოპსტიკები მინდოდა, მაგრამ გამითავთ, აღარ მაქვს. ხო, ამიტომ ჩანგლით შევჭამ. პირველი არის ეს. ამას ვქია პეტრა თუ რაღაცა ეგეთი არის ხორცის გემოთი და ღირდა 55 თეთრი. 55. რისკია ფაქტობრივად ამის ჭამა და ზოგადად აქ რაც არის მაგის ყველას. ასეთი არის ხუჭუჭა და მოყვება ერთი ცალი ის მარტო. სუნელი. თუ ვინმე სუნი აქვს. წავედი ხა მას ყავს დავასხავ და ნახოთ აბა როგორი ცუდი იქნება. გავიდა რამდენიმე წუთი, მაინც მაგარია. არ დარბილებულა დიდად. ასეთი არის, რაღაც არის ხისტია. და გავსინჯავ წვენს. მე ისე სინჯავ ხოლმე ამის წვენს. ოუცხელი არის. 2 წუთი ვერ გავიგე. ცუდი არა? ნუ ძალიან ცუდი არა. ახლა ვნახოთ ვერმიშელი. ცუდი არ არის. ძალიან ნორმალურია. 55 თეთრის კვალობაზე ძალიან კარგია. მე რაღაცნაირად არ მიმიწევს გული, არ ვიცი, ჯერ შეფუთოთ ისეთი ქონდა რაღაცნაირი. აი გული რომ არ მიგივა ეგეთი, უღიმღამო. და ფერზეც ეგეთია თვითონ წვენიც და ბულიონიც და რამენიც. რამენი რა, ვერმიშელი. ვაფშა. კიდე გავსინჯავ 2 წუთი. ერთხელ რომ იმოშვები არ მყოფნის ვერ ვიჯერ გემოს. ო, ცუდი არ არის. წვენი ჯობია, ბულიონი ჯობია თვითონ მაკარონს. 10-დან 5. ნორმალურია. გადავიდეთ შემდეგ რამენზე. სულ დამავიწყდა გემოდან ჩასარეცხად რაღაც გაზიანი მჭირდებოდა. ხო და აი მაქვს შავი გაზიანი სასხი. შემდეგი მოდი იყოს როლტონი, იმიტომ რომ ეირიდა 60 თეთრი მგონი. 65 თეთრი ჭირდა აქციით. არის ხორცის გემოთი. მაკარონი მგონი ამისი ჯობია. მოდი ასე გავხსნი. ნახევარს ისე გავსინჯო. ამას ზეთი მოყვა და ცალკე სუნელი, მაგრამ ზეთს არ ჩავასხავ, იმიტომ რომ არ მიყვარს. ამის სუნი ჯობია. წყალს დავასხავ და სანამ დაალბება, ბარე მანამდე გავსინჯო მე ამ ხრაშუას. გემო არ აქვს. პურითა. ერთით ვერ გავიგე კიდე. მივყვე მე კონტენტის გამო რას არის დამს ადამიანი. ხან ჩასაღირასების ჭამა რო დავიწყო ვინ უყურებს? არა, თავრეცხავ. მე მგონი დაადგა საშველი. მორბიდა. ვინმე და რა ძალიან ძროხის გემო აქვს. ბულიონიც ვნახოთ. ცხელი არის ძალიან. ძალიან ისეთი არომატულია და გემრიელია სხვათა. ეს რომელი იყო? კარგი. უბრალოდ ძალიან ძროხის გემო აქვს და მაგით ცოტა არ მომწონს. 10-დან 6. 6 ნახევარით შეიძლება. ახლა გემოს ჩავრეცხავ, ამას გადავასხავ, გავხსნი შემდეგს. როლტონის რამდენიმე გემო მაქვს ასე რომ როლტონს დავაგემოვნებ შემდეგს სოკოსას. აქაც იგივენად არის ზეთი და ბულიონი. ბულიონი არ გვინდა, კი არა ზეთი არ გვინდა, ბულიონის მხრივ გვინდა. ოღონდ ჯერ ამას ისე გავსინჯავ. ძალიან გავსინჯე ეს. იგივეა. ცოტა ჩაეწოს. სოკოსი ყველაფერი მიყვარს. ესეთი ერთჯერადი სუპებიც, ჩიპსიც, სნეკის თავრე სოკოს გემოქონდეს ძალიან მეგენიელება. თვითონ სოკოს ძალიან მიყვარს. ძალიან კარგი დაგისხა. ჯიგარი ხა? ჯიგარი კი არა, როგორ დავამთავრე შესაძლებლობა არ შემიძლია. აზინე. გამოვუშვა დრაკონი. რა კარგი სოკოსუნია. როგორ მიყვარს სოკო ტყეში მგონია თავი. შენ დაგიკრეფოს ხის სოკო ტყეში. მე არა, მაგრამ მგონია რომ ეს ისუნი იქნება. გიჟდები ქიმიური სოკოს გემოზე ძალიან კარგი. ცოტა დამეწვენა. აუ დამეწვა ძალიან. მაგრამ დამეწვენაო. ეს კაია, მომეწონა, გემრიელია. შეიძლება სოკოსი რომ მაგით მომეწონა, არ ვწუდა. 2 წუთი კიდე შევჭამ. კიდე ბევრი უნდა წამო. კაი, ხო, მაგრამ ეს გემრიელია და ისინი არ იქნება გემრიელი. ამას დავუწერე 10-დან 9-ს, 10-დან 9-ს, ძალიან გემრიელია. ჩავრეცხო.
შემდეგ სეულო ტულს გავშჩევ ქათმის გემოდარჩა და მე გადავარ ოშერკეს და ბიგონზე. ამას აღარ ვუკვინაზრია რა. წყალი დამისხი რა გიგი წყალი დამისხი. Ოდაჭო. ანუ ხელი რო ჩავსვა რა უჭირს. Oh, my body, my choice. So? ცოტა კიდე? Всё. აი, გამიფუჭე ყველა კადრი. ბრუტი ბიჭი ხარ პოსტა. არ ყოფნის ეს 5 წუთი. ახლა მგონი მეტიც გავიდა, მაგრამ რა ლამაზი თმები ვითა. ულმე ძალიან ცუდია. არა წვენს გავსინჯავ მაინც. ქათმისა და მართლა ქათმის გემო აქვს. აი, როცა ხორცს ჭამდი, მაშინაც ვერ ვიტანდი ქათამს, რომ ქათმის გემო ქონდა. და დღეს კიდევ ვერ ვიტან კვერცხს, რომ კვერცხის გემო აქვს. აი, რაღაცა ეს ქათმის პროდუქტს არ უხდება, თავის გემო აქვს. ცუდი არის. 10-დან 0. ჩავრეცხავ თუ ეყოფა 1 ლიტრა. დამცხამდენი ცხელი სუფის ჭამით. არც მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს დუშირაკი იმის გამო, რომ თვითონ ლაფშა არ უვარგა რაღაცნაირად ცუდია, მაგრამ სპაისები აქვს ბევრი. ეს ხო ცალკე ქთოპრის ბოსტნეული გამხმარი დაჩირებული მოყვება, ცალკე და ძალიან გემრიელი ამას ყავს რო ასხავ. თონკოი. ამას შუაზე გავყოფ. იმიტომ რომ არ მინდა ცალკე ლაფშას ნახავ. ის მოგავეთ მე დღეს მოგავი უკვე ერთხელ. ლაფშა ჩვეულებრივად ცუდია სტანდარტულად. ანუ უმი არ ვარ გათხოვა წყალს რო დაასხავ, გააქვს. უშა კარგი სუნი აქვს. დავახუროთ ქუდი. გევდა 5 წუთი. სხვა შორის დოშირაკს თლად 5 წუთი არ ჭირდება ხოლმე მაინც და მაინც ამას დავაყოვნე ამდენი ხანი. ისედაც მალე რბილდება. საკმაოდ. დაფილოებია შიგნით და რა კარგია. ძალიან არ მოუხდა 5 წუთი გაჩერება. ამას წყალს რო დაასხამ, მალე ეგრე უნდა დაიწყო ჭამა. სასწაული არაფერი. 10-დან 6. ისაა კაი. წავიდე ამას გადავყრი და შემდეგს დავასხავ. ლაფშა ამასაც იგივენაირი აქვს, ცუდი, მაგრამ სპაისები სასწაული. გიგი ეს ხოლმე. არა, მაგის იმაში. ეს ძალიან ცხარეა. ეყოფოდა თლად 5 არ უნდა. კი, ცოტა მაგარი უნდა იყოს, გემოზე ეგრე უხდება. ამას. იმდენად უხარისხო ვერმიშელი აქვს. ეს ლაფშა თუ რაც არის, რომ ესა ხორხოშელებს იკეთებს იმას, რომ ასხამ დუღარეს. კაია. ცუდი არ არის. შემინება რომ იყოს როლტონის ლაფშას და ამის სპაისებს ერთმანეთში გავურავდი. ანუ ის იქ ის არის კარგი და აქ ეს არის კარგი. მე ამის წვენი მიყვარს ძალიან ცხარეა და მაგიტო. ეგი კაი არის. მართალია ლაფშა ცუდი, მაგრამ თვითონ გემო იმდენად კარგად არის დამჯდარი, რომ მაინც დავუწერდი 10-დან 800. გავაკეთებ შემდეგს. ამას უფრო სქელი ის აქვს, რა ქვია. ვერმიშელი ეს ღირდა 90 თეთრი. მრგვალი არის და უფრო ის არის. აბა გავსინჯო. კარგია. ლაფშა კაი. ეს რატო ღირდა 90 თეთრი? სამი რაღაც მოყვება. ხო, ფასადები. ერთი აქვს ეს. სუნელები. მაგარია. და соуსი აქვს. მაინტერესებს რა დაილია. მე როგორც მივხვდი соуსი მე უნდა მოვასხათ როგორც წესი და რიგია. ახლა ამას ყავს დავასხავ და რა ამოფუდება მე გავუკეთებ ამ соуს. კარგად დარბილდა. ჯერ გავსინჯავ ასე, მე რა соуს მოვასხავ და ისე გავსინჯავ. ცუდია? ჯერ ნორმალურია ესე. ახლა ვნახოთ соусით. რისუნი აქვს. მოვურიოთ. ევრა ცუდია. ესეც იგივე უბრალოდ ქათმის გემოთია, ამიტომ აღარ მოქვს იმის სული, რომ ეს გავსინჯო, იმიტომ რომ ძალიან ცუდია. ვერ შევჭამდი რა. ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახვალდა. არც თუ ისე კმაყოფილი ვარ დღევანდელი რამენების თუ სწრაფად მოზიდების უკების დაგემოვნებით.
ერთი მომეწონა მაგრამ დამავიწყდა რომელი 10-დან 9 დაუწერეთ რაღაცა ეგეთი სოკოსი. ხო, სოკოსი რო იყო ეგ, მგონი როლტონი. ეგ მომეწონა შედარებით სხვების ფონზე. თქვენ თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დამილაიქეთ ვიდეო და კომენტარი დამეტოვეთ თქვენი სწრაფმომზადების ფავორიტი ლაფშა რომელია. ასევე არ დაგავიწყდეს რომ გამოვყვე Instagram-ზე და TikTok-ზე. მომავალ ვიდეომდე